საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად ეროვნული არქივი სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ამ დროისთვის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს. მე-10 წელია ტარდება სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. როგორც ხედავთ, საკმაოდ წარმატებული გამოვიდა ეს პროგრამა, წელს ზუსტად საიუბილეო წელი გახლავთ. როგორც წესი მექანიზმი ამ პროგრამის მუშაობის გახლავთ ასეთი, იდება განაცხადი, რომელშიც და გვიგზავნიან განაცხადებს ნებისმიერ სკოლა, რომელიც დაინტერესებულია. შემდეგ ხდება პირველი ეტაპი ამ განაცხადების გადარჩება სპეციალური კომისიის მიერ და ტარდება პირველი ტური უკვე საქართველოს 3 სხვადასხვა ქალაქში. როგორც წესი, ასეულობის სკოლა იღებს ხოლმე მონაწილეობას, ითო სკოლიდან შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთმა გუნდმა, მოთხოვნისგან გამომდინარე, ძალიან მაღალი მოთხოვნა არის. პირველი ტურის შემდეგ 3 სხვა ქალაქში რომ ჩატარდება, მერე უკვე ფინალი ტარდება თბილისში, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და ძალიან სასიამოვნოა. რამდენად კარგად მომზადებული ბავშვები მოდიან, ალბათ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რეგიონების აქტიურობა და რამდენად კარგია მათი ცოდნა, იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენი შეკითხვები არ არის მარტივი, ადვილად დასაძლევი, არის საკმაოდ ისეთი დიდი ლიტერატურა, რომელიც მათ აქვთ დასაძლევი და მოსატანილი საფუძველზე მე ხდება კითხვების შერჩევა და დასმა, ასე რომ ერთი დღესასწაულია ხოლმე ყოველ წელს ამ მთელი ამ პროცესის თვალყურის დევნება, რომელიც თვეების მანძილზე გრძელდება ხოლმე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. პროექტის ფარგლებში ნახევარფინალური ეტაპი და ფინალი ინტელექტუალური თამაშის რასად როდის პრინციპით მაისში გაიმართება. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან. შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაცია 7 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 130 წლის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ერთმოქმედებიანი ოპერა ნავარელი ქალი ბრუნდება. პრემიერა 5 აპრილს გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვიქტორ გარსია სიერა. დამდგმელი დირიჟორი კი გახლავთ ზაზა აზმაიფარაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი. შეგახსენებთ, რომ ამ ოპერის მსოფლიო პრემიერა 1894 წლის 20 ივნისს ლონდონის კოვენტ გარდენში უელსის პრინცის თანდასწრებით შედგა. 1895 წელს კი ოპერა თბილისში დაიდგა. მას მერე იგი საქართველოში არ შესრულებულა. სრულიად გენიალური მუსიკაა ჩემის აზრით, აი მასნე დაუღასებელი კომპოზიტორიც კი არის, იმდენად ღრმა და საინტერესო მუსიკაა. და ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით ყველა მუშაობ, მთელი დასი. მალე გვექნება პრემიერა, 5 და 6 რიცხვში იქნება პირველი 2. პერსონაჟებიც ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი პერსონაჟი გყავს თვითო როლზე და ესეც კარგია. ჩემი როლი არის ტენორის როლი, არაკილი ტენორი. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ამ პარტიის სიმღერა და მით უფრო რომ ეს ნაწარმოები შესრულდა 130 წლის წინ თბილისის ოპერის სცენაზე და ამ ხელა ინტერვალის შემდეგ მართლაც მოგეხსენებათ საპასუხისმგებლოა ჩემთვის. მადლობა თეატრში კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. ჩემთვის ეს დიდი პატივია. სასიხარულოა, რომ თეატრის ხელმძღვანელმა ეს ულამაზესი ოპერა ნავარელი ქალი აარჩია. ეს ჩემი მესამე სპექტაკლია, რომელსაც ვდგამ ამ თეატრში. შესანიშნავი ქართველი მომღერლები იღებენ მონაწილეობას. მე არ ვიცნობ ისეთ ქართველს, რომელსაც არ აქვს ლამაზი ხმა. საპრემიერო ჩვენებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 5, 6, 12, 13, 16 და 17 აპრილს გაიმართება. ნავარელი ქალის ოპერის დასრულების შემდეგ მაყურებელი პიეტრო მასკანის სოფლის ღირსებას იხილავს. აღსანიშნავია, რომ პრემიერა საქართველოს სახალხო არტისტის ცისანა ტატიშვილის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 17 საათზე დაიწყება.
დაძინების დროს ტელეფონის გამოყენება ძილის ხარისხს აუარესებს. ამ დასკვნამდე სპეციალისტები კვლევის შემდეგ მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ახალი კვლევა ნორვეგიაში ჩატარდა. დაკვირვების მიხედვით დადგინდა, რომ დაძინებამდე საწოლში ეკრანთან დიდი დროის გატარება უძილობისა და ძილის ნაკლებობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. სპეციალისტები 45,000-ზე მეტ სტუდენტს აკვირდებოდნენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეკრანთან გატარებული თითოეული დამატებითი საათი უძილობის რისკს 63%-ით ზრდის და ძილის ხანგრძლივობას 24 წუთით ამცირებს. სპეციალისტებმა ვერ დაადგინეს მიზეზობრივი კავშირი ეკრანის გამოყენებასა და ძილის ხარისხს შორის. მათი განმარტებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ არ დაფიქსირდა მნიშვნელოვანი განსხვავება სოციალური მედიისა და სხვა ტიპის ეკრანული აქტივობების გავლენას შორის. სპეციალისტები ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად მოქალაქეებს ურჩევენ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე გამორთონ ტელეფონი და დაისვენონ.